ერევანმა სომხეთისა და ევროკავშირის ისტორიაში პირველ სამიტს უმასპინძლა. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნისთვის, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრება სურს და ძველ მოკავშირესთან, რუსეთთან კავშირებს ფრთხილად ამცირებს. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ამას ჩვენი თანამშრომლობა ამბიციის ახალ დონეზე აღყავს. განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო გოშტესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. როდესაც ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვალთ, ორი ვარიანტი გვექნება: ევროკავშირში ან მიგვიღებენ ან არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ევროკავშირზეა დამოკიდებული. ჯერ არ ვიცით, შესაძლოა ევროკავშირმა გადაწყვიტოს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ გაფართოვდება. მაგრამ თუ წევრ სახელმწიფოდ მიგვიღებენ, ჩვენ კმაყოფილები და ბედნიერები ვიქნებით. ხოლო თუ არ მიგვიღებენ, სარგებელს მაინც მივიღებთ, რადგან სომხეთის რესპუბლიკა გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ყველა იმ დადებით შედეგს მიიღებს, რაც ამას მოყვება. სომხეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ჰაბად გადაიქცა. ევროკავშირი სომხეთისა და ფართო რეგიონისთვის მთავარი გრძელვადიანი პარტნიორია. უფრო ძლიერი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირებით ნდობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და საერთო კეთილდღეობის საფუძველზე მეზობლების დაახლოება შეგვიძლია. ეს ხანგრძლივი მშვიდობის ყველაზე ეფექტური საფუძველია. სომხეთს შეუძლია ევროკავშირს დაეყრდნოს ამ გარდამტეხ გზაზე ერთად სიარულისას. ჩვენ მზად ვართ სომხეთის გაძლიერებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ. ასეთ რთულ ვითარებაში ევროკავშირისა და სომხეთის პირველი სამიტი მეტად დროულია. ეს შესაძლებლობაა ჩვენი კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი უნიკალური პარტნიორობის ახალ დონეზე გადაყვანისთვის. ამას 4 საკვანძო პრიორიტეტის მიმართულებით გავაკეთებთ. პირველი დაკავშირებადობაა და ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობას. ამას ჩვენი თანამშრომლობა ამბიციის ახალ დონეზე აღყავს. ევროკავშირისა და სომხეთის სამიტი ერევანშივე გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე შეხვედრას მოჰყვა. ამ შეკრებამ სამხრეთ კავკასიაში 10-ობით ევროპელი ლიდერი ჩამოიყვანა. ეს ისევე როგორც ბრიუსელისა და ერევანის სამიტი აჩვენებს, რომ სომხეთი რუსეთის გავლენის შემცირებას ცდილობს. ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები 2023 წლიდან მეზობელი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის რეგიონის სრულად დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიძაბა.